აზა, მანქანა ეგეა. მედია გადავჩებით, ხო? ვემზადებით სიკვდილისთვის? აჰა. კიდე წყალი დაცია, მის დედა. რამდენი აქვს მოტორი? 5. ტიტანოლი. გამარჯობა ხალხო. დღეს არის დრიფტი ქუთაისში. თქვენ მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი. ტრელის ხმა თუ გესმით დაალაიქეთ. ხო და ახლა შევბერავთ და წავალთ ნახოთ რა იქნება. ბიჭები მზად არიან. ჩვენი BMW მზად არის. წავედით ახლა დრიფტზე. Всё, გადვართ ბიჭები, ერეკლეც მზად არის, ოკეი მზად არის. ავედით ახლა და ვნახოთ რა ხდება დრიფტში, სავარაუდოდ ოკეია ვერ იდრიფტავებს, მაგრამ ნახოთ. სხვა იდრიფტავებს. ერეკლე ყოველთვის ყველაფრისთვის მზადაა. დავით. ავადეთ. მევედით. ბიჭები. აგერა. ერეკლე. რა ხდება? იყვარს ბანანი? აია ბანანი. მევედით. ცოტა ხანში იქნება შესვლა. ასია ტერიტორიაზე გამოიყურება. 253 კვიცის ძალა აქვს ესე. ერმები და ხაი მუსტანგია და ამას ახლა ვერ დუურგები. დადგომით კიდევ უდგებით კაცო. არა იგი მუსტანგია ამერიკული. იგი ცხენებზე არის და ჩვენი პონებზე არის. როგორი ივენთი იქნება, აბა? იას. მანქანას უყურებს სერიოზი. აკანა არასრიალო, ბრატ. შევიგრებეთ ხალხი. ყველანაირი მანქანა არის, რა ვიცი, Aqua გინდა, BMW გინდა, Mercedes, Charlotte გინდა, Ford, Fusion, Mustang-ებიც არის და აგერ გატრინოლებული. რა ხდება ძმაო? რა ვიცი. ჯერჯერობით დავდივარ ყველა. ო დავიწყებ და მე ცა იქნება რა ნენანე. აგრიშკები არ გივარგა, ხო? მე რო არ გივარგა, მაგით უნდა გამოხვიდე. Вообще კაცლა დისკებს დავწერე. ამით вообще რაფერ დადიხარ, რა ხდება ეს კომა. ეგენი უნდა დაწვა და ეგენი უნდა დახიო. მოდი გლობალი ნახოთ და შევეკითხოთ აბა რა არის და მას წარმოადგენს ეს მანქანა. მანქანა არის პასატი არის, ძველი პასატი. მოწინარბიანი ძრავი და ამინდები რო გამევიდა წვიმების და თოვლების მერე გადავჭერით. გავაკეთეთ კაბრიოლეტი, არა კაბრიოლეტის მერე მოდი პარეგამ ლიმუზინი გავაკეთოთო და მეორე მხარეს მეორე მანქანის უკანა მხარე მივაკერეთ.
პრეზიდენტები აქ ჩავდგეთ, იქ სკოლი გავაკეთეს. ქუთაისური მანქანა არის. ეგ არის მაგრამ ზუსტად აბერგეთა 2 ღამეში გაკეთებული. ხელი ღამე დავამთავრეთ რა კომისიონს. პირველი ყოლობაზე და 2 ღამის ნამუშევარზე ღე არ გცალია სადმა კაცოს იმან და მაგის როგორც თქვეს, 2 დღეში გააკეთეს ეს მანქანა. ეფექტური. კაშობი, ამის აპირებ? არ ვიცი, ნახოთ, შევხედავ სიტუაციას და მის მიხედვით გადავწყვეტ. ხო შევხედე, გადრით გავოდა და მაგითო გადავწყვეტე ამ მისთან ხალხთან. იმედია გადავჩებით, ხო? ვემზადებით სიკვდილისთვის? კი, რა. მე შენი იმედი მაქვს და შენ რას მეუბნები? გეჩინი. არ მეგონია. იქსელი დალია. გეხოდე, მეგონი. იკვეზე. აჰო. გაკეთებული გაქვს რა წერები? ვაფშე ყველა. კაი. იმედია გადავჩები პირველად. ვარ ასე დრიფტზე. ამიტომ ასე მიჭრეს. გარედან მეყურებია. მოუткაცული შეჭი. კიდე წყალი დაცია მის დედა ჩემი აზრით ყველაზე მაგრად ჩვენ ვიდით. აი ახლა ასე ყველაზე მაგრად ჩვენ ხო ვიდით. ყველაზე მაგრები ვიყავ. მაგარი იყო. და ბოლოს ეგ შედეგი, ოკეი. შედეგი ეგია, მაგრამ თუ გინდა დრიფტი არ ველოდებოდი. ძალიან მაგარი იყო პირველად ვიჯექი და რა მოგვივიდა აბა? ამოგვიდა წყალი გაგვისხდა. ვიჭებო და ცოტა ხანის და მოვიხოდე. მაზარია რა. როგორც გიორგი იტყოდა სარიშვილი, ტესტოსტერონი რეალობს აერში, სებრიალო. ტესტოსტერონი. ერექი ვირჩევს მანქანი, ვის უნდა ჩაუჩნდეს იმოდა. ვისაც კი რამე გოგუშა ყველგან უნდა ჩამსვას და. წირა? წირა თუ რაშო? არა, ბიჭო, სანახაობას პირდები. შენ ზახირო კაი მანქანაში გია, ჯერდე კაი მანქანა. ბიჭო, ელა რამერში უნდა ჩაჭდეს ეგერ ვარ და ციცის ყველაზე მანქანა, სადაც ხელთაც ყოველი. გაიგებო. ისე მარტანი ხრის დრიფტი ვიციცის ყველაფერი გაკეთებულია.
ეს 1000 ერერი მაგრად გამოიყურება. Საბურავი. ისე მომეწონა დრიფტი, რავი, გადავწყვიტე კიდე შევიდო. და ჩემი სეხნია გიორგი. Mercedes-ი, თაგი. მუღამში ჩამაგდო, იმნაირი მაგარი რაღაცა ყოფნა. ერთი როცა ტრიალა და მაგარი. Всё, ვედი, ნამდვილი დრიფტერი ვარ უკვე. მაგარი. მაგარი გამიწოდა. ძე კაი. მაგარი. გავჩე დრიფტის. ვაწყობ დრიფტისთვის, კი. შენ არა. აკვას. ოკეი, მაგრამ ვაწყობ აკვას. შენ პრიმუსი. აკვას ჩავდოთ 5 ტონოლი ახლა. რამდენი აქვს მოტორი? 5 ტონოლი. მაგარი არის. გამოდიხარ ხო? კი, ინტერნეტზე გამოვდივარ და მასე საკეთე სპექტარგულაზე. ყველა ქუთაისში რა წავეო, ყველაფერს შევხვდით. მაგარი იყო, ძალიან მომეწონა. სპონსორი არ აქვს, ხოლმე ვისაც გავხეშე. გოგე პარს დრიფტი ყველაფერში დრიფტავებ რა. მოფიქრება კიდე. ირაკლი მას გადაწყვეტა. საბურავებიც იმნაირი ქონია, რომ გეიმეტებ ახლა. გავიმეტებ. ბევრს ვერა, მაგრამ ცოტას გავიმეტებ, რომ ლამაზი სამხეობა შემოგთავაზოთ. ნახოთ რა გამომივა. დილეტანტი ვარ, მეპატიებ. всё. შევახა ცოტა ხანში. ირაკლი და ნახოთ რა იქნება რა. Idira. აი, შიგნიდან ჯობია უფრო მაგარია. კი, შიგნიდან მართლა მაგარი არის უფრო. აი, ოჩი. მოგეწონა? კი. მუსტანგი მიდოქვია. მუსტანგი რო გული და სამორჩილებელია. მუსტანგი? მუსტანგს უნდა მოთხოვო მარტო სწორზე სიარული და მუსტანგს უნდა მოთხოვო მარტო დონატი ადგილოზე. ესე დასაკავება ძალიან რთული. ვიჭმედეს მაშინ როცა საბურავი გიგია ცუდი. იმიტომ რომ ძალიან დიდია ფონასტი.
აგარ ვიძიარე, რა უნდა ვიფიქრო, ვეძა. ჩაულებულად აჩენი გავა. ახლა ჩარჯდომაჭიც, მაგრამ როცა ჩარჯდები, უკან დიდი სივრცე გაქვს. უკან გააქვს სივრცე, ხო? არა, ბიჭო, სხვა თემა, სხვა დონეა, აქ სპორტკარი რო არის, მანქანა სხვა თემაა. და 7 ატმოსფერო. ამერიკული კუნთები. 305 ცხენი ძრავა. ატმოსფერული ძრავა. საკმაოდ ძლიერი ძრავია. მინუს მაგხრი ვერაფერს ვერ უყურო, ერთადერთი ზედმეტი არ უნდა მოთხოვო რა, ანუ ისაა რაც შეუძლია. თუ პერფორმანსი გინდა, მაშინ დაიყიდო GT, რომელიც არის 8 ცილინდრიანი, 5-დან 0 გაცილებით უფრო ძლიერია, ნიუტონომიც მეტი აქვს, დაბლებშიც კაია, მაღლებშიც, მაგრამ წვაც კოლოსალურია და ყოველდღიურობაში საერთოდ სხვა მანქანაა და ეს უფრო ყოველდღიური მანქანაა, რომელთაც შეგიძლია გაერთო. არც ყველაზე სწრაფი არის, არც ყველაზე მაგარი შეიძლება იყოს, მაგრამ თავისი მუღამი აქვს ამ მანქანას. ძალიან კარგი გასაფრთხო. ამის მუღამია დაუმორჩილებელი რო არის იგი. დრიფტზეც შეეწყო, ისე ადვილი და სამორჩილებელი არაა როგორც ჩვენს რა. ზოგადად მუსტანგზე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას, ძალიან კარგი მანქანაა, ვინც ოდესმე ფიქრობდით რომ გიყიდათ თუ არა, აუცილებლად იყიდეთ. არ ამგონია ვინმე ინანოთ, უბრალოდ ამერიკული მანქანაა, არ მოითხოვთ ის კომფორტი, რაც გაძლევს Mercedes-ი, BMW, ან რასაც გაძლევს Porsche, თუმცა ის ხასიათი არც ეს სხვა მანქანას არ აქვს, ვერც ერთი BMW ვერაზოს ვერ მოგცემს ისეთ ემოციას, რომელსაც გაძლევს ეს მანქანა. ასევე ჩემი კონკრეტული მოდელი არის Cholox-ე, მაგის გამო შედარებით რთული და სამორჩილებელია, თუმცა ყუმბარების გადახდის პრობლემა არ მაქვს, უძლებს ძალიან დიდ ცხენებს. ასევე თუ გინდა რომ კარგად იდრიფტაო და მოცურებას შეხვიდე კონტროლირებად, აუცილებლად გჭირდება კარგი საბურავები, კარგი პროტექტორის გარეშე, წინ გამწევი ძალა არა გაქვს და რადგან ცხენები საკმარისზე მეტი გვაქვს, სტრიალობ ადგილზე. ამიტომ თუ გინდა რომ დაიმორჩილო, საბურავებიც კარგია, საჭირო და ჩემნარი ლისის საბურავებით არ უნდა გამოხვიდე. კი, ძვირი არის, ხო 275-ია, უკან 19-იან დისკზე იაფი ნამდვილად არ არის. თუმცა ხა თუ გინდა რომ შეგრძნებები გქონდეს, უნდა გადაიხადოს, ხონერად არ გამოდის. ასევე ვიტყოდი, თუ ოდესმე მუსტანგის ფულას გადაწყვეტ, გირჩევთ 3.7 ძრავს. საუკეთესო ძრავია, როგორც გამძლეობით, ასევე ყოველდღიურობით. ყოველდღიურობაში 5-დან 0 ან GT500 თითქმის შეუძლებელია, წვიდან გამომდინარე და ზოგადად სიფიცხრიდან გამომდინარეც. მადლობა, აი რა. აი იყო წარმატებები. აბაჰე. Всё, მეგობრებო, ნელა დასასრულს ვახლოვდება დრიფტი. თან ჩვენს რაღაც საქმე გამოგვიჩნდა. კარგი ივენთი იყო. ყველა მუღამზი არის, ყველა რაღაცას აკეთებს, დრიფტაობს. მანქანის მოყვარული თუ ხარ, უნდა მოხვიდე რა. თან ქუთაისში ამდენი ივენთებიც არ გვაქვს. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.